Kazminდის რაიონის გამგეობა აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ნიკა მელიამშინდიში ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც 280 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. კერძოდ მოეწყობა წყალმიმღები, ჭები, რკინა-ბეტონის კუვეტები. პარალელურად გამგეობა ანალოგიურ სამუშაოებს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ კიდევ 5 ქუჩაზე ატარებს. აღნიშნული სამუშაოები ამ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე დასრულდება, რის შემდეგაც გზებზე დაიგება ასფალტის საფარიც. იმანდი არაერთხელ გქონია დაგებული ასფალტის საფარი, თუმცა სანიაღვრე სისტემის გარეშე გზები წლიდან წლამდე ფუჭდებოდა. დღეს კაპიტალურად მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი, წყლის მიღები, ჭები, რკინა-ბეტონის კუვეტები და ასევე შინდისის აი ამ უბნის მაცხოვრებელთათვის უახლოეს 2 თვეში დაიწყება გზის მშენებლობა, ახალი გზის დაპროექტება, რომელიც აი ამ უბნელებს შინდისის მთავარ სკოლამდე მიიყვანს. აქამდე მათ უწევდათ ორჯერ გზელი გზის გავლა, რათა მისულიყვნენ შინდისის სკოლამდე. მივმართეთ ჩვენს გამგებელ ბატონ ნიკა მელიას, რომელიც ძალიან ძვირფასი პიროვნებაა, დაგვიდგა გვერდში და სამხელა პრობლემა აღმოფხვრა, გაგვიკეთა სანიაღვრე.